გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს გაიმართა. საიუბილეო სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა. ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. თითოეული სიტყვით გამომცვლელი ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იხსენებდა და მის დიდ ღვაწლზე ამახვილებდა ყურადღებას. ღონისძიებას აკადემიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ აღნიშნავთ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის ნიკო ბერძენიშვილის საიუბილეო თარიღს. ეს იყო ძალიან მაღალი დონის ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, წლების მანძილზე ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი და ამავე დროს ერთი პერიოდი შეთავსებით იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. კვლევის თვალსაზრისით მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ მან შემოიტანა ისტორიული გეოგრაფია თითოეულ მიმოქცევაში და ის რაც ვახუშტი ბაგრატიონს დაწყებული ჰქონდა ზოგადად მან მისცა მეცნიერული საზღვრები, მეცნიერული სიფართე ამ საგანს თვითონ და ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიშნა. ქართული სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ერთობლივად აღნიშნავს დიდი ქართველი ისტორიკოსის, დიდი მეცნიერის ნიკო ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლის თავს. ნიკო ბერძენიშვილი ეკუთვნოდა იმ გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა რიცხვს, ვის მხრებზე დგას დღევანდელი საისტორიო მეცნიერება. ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა მეტად მრავალფეროვანია. ძირითადად ის მუშაობდა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში, თუმცა მას არ დარჩენია არც ერთი პერიოდი საქართველოს ისტორიისა, რომელსაც მისი კალამი არ შეხებია. ის მუშაობდა როგორც პოლიტიკური ისტორიის საკითხებზე, ისე სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე. მისი წვლილი უაღრესად დიდია ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარებაში და ამიტომაც ის სრულიად სამართლიანად დღეს განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.